თვარის დიდი ტყუილი 1835 წლის სენსაცია. წარმოიდგინეთ სამყაროს, სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს ინტერნეტი, ტელევიზია ან რადიო. სამყაროს, სადაც ინფორმაციის ერთადერთი წყარო გაზეთია. სწორედ ასეთ გარემოში 1835 წლის 25 აგვისტოს ნიუ-იორკის ქუჩებში ნამდვილი შოკი გამოიწვია გამოცემა New York Sun-ის სტატიამ. გაზეთმა გამოაქვეყნა 6 სტატიისგან შემდგარი სერია, რომელიც ამტკიცებდა წარმოუდგენელ ამბებს. თვარეზე სიცოცხლე აღმოაჩინეს. სტატიების ავტორად მოხსენიებული იყო ვინმე დოქტორი ენდრიუ გრანტი, რომელიც თითქოს და ცნობილი ასტრონომის სერ ჯონ ჰერშელის კოლეგა გახლდათ. ტექსტში ნათქვამი იყო, რომ ჰერშელმა სამხრეთ აფრიკაში ჩაიტანა ახალი უპრეცედენტო სიმძლავრის ტელესკოპი, რომლითაც მანამდე მიუწვდომელი დეტალების დანახვა შეძლო. მკითხველები სუნთქვა შეკრუნნი ათვალიერებდნენ აღწერილობებს, რომლებიც ფანტასტიკური ფილმის სცენარს უფრო გავდა, ვიდრე სამეცნიერო ნაშრომს. გაზეთი დეტალურად აღწერდა მთვარის ლანდშაფტს, უზარმაზარ კრისტალურ მთებს, აყვავებულ ბაღებს, მდინარებსა და უცნაურ ცხოველებს. მათ შორის იყვნენ ლურჯი თხები, მარტორქები და ორ ფეხზე მოსიარულე თახვები, რომლებსაც შვილები ხელში ეჭირათ. თუმცა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მთვარის ადამიანების აღწერა. სტატიის მიხედვით მთვარეზე სახლობდნენ ბეწვიანი, ფრთოსანი არსებები, რომლებიც ხამურებს ჰგავდნენ, საუბრობდნენ და ტაძრებსაც კი აგებდნენ. ამ სენსაციამ გაზეთ New York Sun-ის გაყიდვები წარმოუდგენლად გაზარდა. ხალხი იმდენად იყო მოხიბლული ამ ამბით, რომ ეჭვიც არავის შეჰპარვია მის სისწორეში. რეალობა კი ბევრად პროზაული აღმოჩნდა. მთელი ეს ისტორია თავიდან ბოლომდე გამოგონილი იყო. სინამდვილეში სტატიების ავტორი ჟურნალისტი რიჩარდ ადამ ლოკი იყო. მისი მიზანი არ ყოფილა ხალხის ბოროტადმოტყუება, ეს უფრო სატირა გახლდათ, რომელიც დასცინოდა იმდროინდელ აბსურდულ სამეცნიერო თეორიებს კოსმოსში სიცოცხლის შესახებ. თუმცა სატირა იმდენად დამაჯერებლად დაიწერა, რომ მკითხველმა ის სიმართლედ მიიღო. სერ ჯონ ჰერშელმა კი, რომელიც იმ დროს მართლაც სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდა, საერთოდ არაფერი იცოდა საკუთარი აღმოჩენის შესახებ, მანამ სანამ ამბავმა მასთან არ ჩააღწია. 1835 წლის სექტემბერში გაზეთმა საბოლოოდ აღიარა, რომ ეს ყველაფერი დიდი ხუმრობა და ტყუილი იყო. მიუხედავად ამისა, საზოგადოება დიდად არ განრისხებულა. პირიქით, ბევრი გაერთო კიდეც ამ ისტორიით. მთვარის დიდი ტყუილი ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მასშტაბური მედია манипуляცია, რომელმაც აჩვენა, რამდენად ძლიერია პრესის ზალა და რამდენად ადვილია ადამიანის ფანტაზიის გაღვივება ერთი კარგად შეთხზული ამბით. ამიტომ ენდე და შეამოწმე. ნუ დაუჯერებ ყველას და ყველაფერს. ძალიან მარტივია.